აჭარის ტელევიზიის შენობის წინ ვარ. ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრია, უშიშროების პატარა კანტონა, ტრადიციული. თქვენს მიერ მიკუწულ-მოკუწული კადრების საფუძველზე და გამოყენებით არის ეს ჩვენი კოლეგა დაპატიმრებული. კარგად მახსოვს, არა მხოლოდ ბათუმელებმა მოგთხოვეს წერილობით, რომ იმ 44 წამს რა უცხოდა წინ და როგორ გრძელდებოდა შემდეგ ის კადრები, რომ მიგეცათ უწყვეტი ფორმით. ანუ რას ითხოვდნენ თქვენგან, რაც არ გევალებათ ან პროფესიული, ან კანონისმიერი ვალდებულებებით. თქვენგან ითხოვდნენ, რომ ის რაც 44 წამი მიეცით პროკურატურას, სადაც ჩანს მზიამ როგორ გაუღლაწუნა სილა ბათუმის მილიციის უფროს ბატონ გებუაძეს. თქვენგან ითხოვდნენ გადმოგეცათ კადრები, რა უძღოდა ამ სილას წინ, როგორ მოექცნენ იქ არა მხოლოდ მზიას, არამედ აქციის სხვა მონაწილეებს, სხვა დემონსტრანტებს, როგორ არ ღვდნენ მატუფლებებს, როგორ მოაყოლეს ქალები ჭყლეტაში და რა ხდებოდა შემდეგ და რა თქვენით თქვენ ეს კადრები დამალეთ, კარგად შეინახეთ, თქვენს კისერზეც არის, თითოეული თქვენგანის კისერზე, ვინც ამ შენობაში ხართ, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოთ, აუცილებელი არ არის ჟურნალისტი იყო და ამით შეუწყო და გაახანგრიო რეჟიმი. ვინც აქ მუშაობთ, ყველას კისერზეა, ზიას უკანონო პატიმრობა და იცოდეთ, რომ ეს გვახსოვს და ვიცით, თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას!